ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს, კიუნიკ პილსნერი. კიუნიკ პილსნერ. დააგვირგვინე წარმატებული დღე. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიკის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს დილამშვიდობის. სოკარის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეიძლება ითქვას, რომ განხილვის მიზეზი ხდება, შემცირდება თუ არა საწვავზე ფასი, შესაძლებელია თუ არა მთავრობის თხოვნით დიზელზე ფასების დაწევა და ნიშნავს ეს თუ არა ხელისუფლების ჩარევას ბიზნესში. ამ კითხვებზე პასუხის მიღება ჩვენ ახლა შევეცდებით ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელისგან ვანო მთვრალაშვილისგან. ბატონო ვანო, გამარჯობათ. მოგესალმებით. მადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ვანო, თქვენ ალბათ ხართ საქმის კურსში, გუშინ სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, რომ შეუძლებელია საწვავზე ფასების შემცირება, თუმცა ამაში ისეთი არაფერი არ არის, შეიძლება ითქვას ახალი იყო ერთ საკმაოდ საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ დიზელზე ფასები ჩვენ დავწიეთ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ გთხოვა. თქვენი კომენტარი საინტერესოა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დიზელის საწვავზე მართლა შემცირებულია ფასები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგანაც ეს საზოგადოების, ესე ვთქვათ, ყურადღების მიღმა დარჩა ეს ფაქტი, იმიტომ რომ ხშირად აპელირება ხდება, რომ ფასები იზრდება და ვთქვათ, რაღაც ამ მხრივ ძალიან ნეგატიური ფორმია, თუმცა ის რომ ფაქტიურად ბოლო პერიოდში, სადაც ორი კვირის უკამდელი პერიოდია დიზელის საწვავზე ერთ-ერთმა ცნობილმა და დიდ მაქსელმა სოკარმა შეამცირა 15% ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. აქვე ვთქვათ, რომ დიზელის საწვავი ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც მთლიან ნავთობპროდუქტების მოხმარების სეგმენტში სადაც 65% უკავია. გარდა ამისა, ამ პროდუქტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ეკონომიკის განვითარება ზოგადად, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ანუ ეს მართლა მნიშვნელოვანი და შესაძლებელია, ბატონო ვანო, რომ ახლა მეორე საკითხი თვითონ ის საკითხი, ანუ თქვენი ნაწილი, პირველი ვთქვათ, მოდი ესე და ალბათ თქვენ ჩვენელის დავითანხმება, როდესაც თავრობა ზრუნავს ამ ხრივ და აქვს რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმის სურვილი, რომ დაეხმაროს მოსახლეობას, მომხმარებელს, ეს ცუდი არ არის. აქ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო თუ იყო ესეთი ფორმა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ საქმის ყურში. ასევე თქვენ როგორც გაჟღერდა ეს იყო თხოვნა და თხოვნის ფორმა მე მგონი ეს შესაძლებელია, რომ თქვა სახელმწიფომ იქინა გამომდინარე, რომ მართლა კარზე არის მომდგარი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მართლაც ამ პერიოდისათვის კატასტროფულად მაღალი ფასებია თვითონ ამ პროდუქტზე. იყო შეიძლება თხოვნა, თუმცა მე ამას ჩვენ ამას ვერ დავადასტურებთ. თუმცა მეორე მხრივ კომპანია თუ აქ იმის რესურსი თქვათ, თუ აქ რესურსი რომ ამ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე დაიჭიროს ეს ფასი, ალბათ ეს ნორმალური არის. ანუ თუ რესურსი აქვს, მაშინ რატომ არ შეიძლება დავუშვათ წლის ბოლოსთვისაც, ან შემდეგაც მოხდეს დაბალი ფასები? აი, მეორე საკითხი რომ ახლა ყოველ შემთხვევაში თქვა ამ შემთხვევაში აქ იყო ასევე ნათქვამი, რომ ეს არის პირველი, მოდი ესე თქვა, საბაზრო ფასი. საბაზრო ფასზე თქვა დაწეული დაბალი ფასი ეს კომპანიამ შეიძლება თავისი შიდა რესურსიდან გამომდინარე რაღაცა ეტაპით რაღაცა დროი დაიჭიროს და არა მუდმივად ხო, იმიტომ რომ ნებისმიერი კომპანია, რამდენადაც ის არ უნდა იყოს დიდი კომპანია, მას აქვს მიმდინარე ხარჯები, ის უნდა იყოს რენტაბელური კომპანია და შესაბამისად ეს თვითონ კომპანიის მუშაობა სწორედ ამ პრინციპზეა დამოკიდებული. რატომღაც მიჩვეული ვარ, რომ სოკარი წავიდა წაგებაზე საქართველოს ხელისუფლების კუთხით? აქ წაგებაზე არ არის საუბარი, მოდი თქვა ესეთი პირველი რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, საგადასახადო კანონმდებლობა რომ კომპანიამ თქვა წაგებაზე იმუშაოს, შეიძლება აქ იყოს მინიმალური ფასდანამატი, ესე ვთქვათ, დადებული მინიმალური ფასდანამატი, თუმცა აქვე ისიც იქნა განმარტებული, რომ ვთქვათ, აქვე მოდი ვთქვათ, რომ სოკარ შეიძლება აქ ამის ფუფუნება, ანუ თვითონ ის არის წარმოებელი კომპანია, თვითონ ის საკუთრივ მოიპოვებს ნავთობს, მის განამუშავებას ახორციელებს და კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე გაითვალისწინა ეს თქონა. აქ ამაში არაფერი არ არის ხა. აქ საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად ცდილობს, რომ ვთქვათ, რაღაცა უხეში ფორმები ჩაერიოს. ესეთი პრეცედენტი უბრალოდ ნამდვილად არ ყოფილა. აი ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიები ვითარდებიან საკმაოდ ნორმალურად, არის მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია. რა თქვენ ახსენეთ, აქ იყო საუბარი, რომ ერთი კომპანია ყიდის შედარებით დაბალი ფასი, თუმცა გარდა ამისა, მას არსებობს სხვა გასამართლებლები, სხვა ქსელები, ესე ვთქვათ, აი, ალტერნატიული მიმწოდებელი. საინტერესოა თქვენი აზრი, განიხილება თურქმენეთი. შესაძლებელია თურქმენეთიდან შემოვიტანოთ ჩვენ ნავთობი, ბენზინი, დიზელი. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თურქმენეთი არის რუსეთის პარტნიორი.
და როგორც გავრცელებული არის ზოგადად რომ თურქმენეთი დავშოთ რუსეთის დასტურის გარეშე არაფერს არ აკეთებს. მოდი პირველ რიგში მე მინდა გითხრათ თურქმენეთიდან საწვავი ნავთობპროდუქტები თქვა ძირითადად დიზელის საწვავი ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად შემოდის მიმდინარე წელსაც თქვა დიზელის საწვავი შემოსული არის და უნდა ითქვას რომ არც ისე უმნიშვნელო რაოდენობით ანუ მუდმივად ფაქტიურად ბოლო წლების განმავლობაში თურქმენეთიდან ხდებოდა ნავთობპროდუქტების იმპორტი და დღესაც ხდება თუმცა მისი მასშტაბები არ არის უფრო არც ისე მაღალი თქვა როგორც თუნდაც რაღაც თქვა და ამ შემთხვევაში საზოგადოებაში მაშინ ენერგეტიკის მინისტრი არ არის საქმის კურსში ამ შესახებ გუშინ განაცხადა ეხლა მეორე საკითხი თქვენ ახსენეთ რუსეთთან დამოკიდებულება არანაირ რუსეთთან დამოკიდებულებას საუბარი არ არის მინდა გითხრათ რომ თურქმენეთში თუნდაც იქ ნავთობგადამამუშავებელი წარმოებები იქ მრავალი ცნობილი ოპერატორი ოპერეს თუნდაც შევრონი და ასე შემდეგ შესაბამისად არ არის აქ საუბარი აქ ზუსტად პოლიტიკურ წილში არ შეიძლება ამ თემის გადატანა უბრალოდ პროდუქტი სადაც არის სადაც მისი შოვნა შესაძლებელი არის შედარებით იაფი დღეს ნავთობპროდუქტი არ არის ესეთი ფუფუნება რომ თქვა ეს პროდუქტი იყოს კარგით მაშინ თავარი კითხვა რაც მოსახლეობას აინტერესებს შესაძლებელია თუ არა კიდევ დაიწიოს ფასება იმიტომ რომ რაც შეეხება აი თქვენ მაკითხვის ნაწილში საჭიროა რაღაც ტექნიკური საკითხების დამატებით გარკვევა მოდი პირველი ვთქვათ რომ საქართველოში თქვათ სამი ცნობილი ბრენდი კომპანია თქვათ ლუკოილი რომპეტროლის სოკვარის საკუთარი გადამამუშავებელი წარმოებიდან აღებულოვანი პროდუქტი შესაბამისად მათ აქვს აღებული ვალდებულებები სწორედ საკუთარ წარმოებებთან დაკავშირებით თქვათ ვისოლი გაცხადებებს დეკლარირებული განცხადება აქვს რომ ის ძირითადად ორიენტირებულია ევროპულ ნავთობპროდუქტებზე არის გალფი ანუ აქ არის საუბარი ვინ იქნება შემომტანი ვინ განახორციელებს იმპორტს და შესაბამისად ვინ გაუკეთებს რეალიზაციას აქ არის ტექნიკური საკითხები ხო ანუ სანამ ეს ტექნიკური საკითხები არ გაერკვევა საკმაოდ რთულია დღეს საუბარი იმაზე თუ თურქმენული პროდუქტის რეალიზატორი ვინ იქნება შესაბამისად მისი გავლენა ბაზარზე თქვა როგორი იქნება ნუ არის თალკი აღებული ქსელები გასამართ სადგურები მოდი ესე ვთქვათ მათი ხვედრითი წილი ბაზარზე შეიძლება იყოს 7% 8% რომელიც თალკი ოპერირებენ და მათთვის შესაძლებელია რომ სწორედ ესეთი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი თქვა დამოუკიდებელი თქვა ძალიან ცოტა დრო რჩება ამიტომ მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა საქართველოში მსოფლიო ბირჟებზე არსებული ფასების ადეკვატური იყოს ნავთობპროდუქტების ფასები შემცირდეს გაიზრდება გაიზარდოს იცით რა არის აი ხა ჩვენ უბრალოდ სამწუხაროდ აქ არ გვაქვს საშუალება რომ დიაგრამებით ვესაუბროთ და დიაგრამების პირობებში თუ იქნება ესეთი წარმოსახვა და მსვენელი ნახავს ამ დიაგრამებს ნახავს რომ ფაქტიურად დღეს დამოკიდებულება ჩვენთან არსებული ფასების ეს არის პირდაპირ დაკავშირებული საერთაშორისო ბაზებზე არსებული თარიღი ანუ კლასის საერთაშორისო ბაზაზე დამოკიდებულება და სწორედ ამ დიაგრამაზე გამოჩნდებოდა რამდენად ადეკვატურად კომპანიები სწორედ ამ კორექტირებებს ახორციელებენ ნებისმიერი მომავალი კორექტირება რომელიც დაკავშირებული იქნება საცალო ქსელში ფასების ესე ვთქვათ ცვლილებასთან სწორედ ამ ტენდენციებიდან გამომდინარე იქნება დაკავშირებული. აი თუნდაც ბოლო პერიოდში მოხდა საწავზე ფასის შემცირება, სწორედ იმიტომ რომ თქვა აი ბოლო სადღაც 20-25 განმავლობაში კლასის ფასი იყო შემცირებული. ანუ ამან მისცა საშუალება კომპანიებს და მათ შესაბამისად ფასის შემცირება განახორციელეს. ანუ ნებისმიერი კორექტირება ჩვენთან პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ფასებთან. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს მეტი შეგახსენებთ რომ ნავთობპროდუქტების წარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს ეკონომიკსი კი განახლებული ინფორმაციებით პირდაპირ ეთერს უბრუნდება 16 საათზე და 15-ზე მადლობ ყურადღებისთვის ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიკსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად.